5 საათს გაგრძელდა დღეს სუსის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესის ხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობდნენ გრიგოლ დილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. სუსის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთა მისაღებას ედავებიან, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დილუაშვილის დახურულ სასამართლოს ხდომას თვალს ჩვენი რეპორტიორი დეა ბაძაღუა ადევნებდა, რომელიც ახლა შემოგვერდება. კორუფციის ბრალდებით დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ დილუაშვილის პოზიცია არის კვლავ უცვლელი. ის ბრალს არ აღიარებს. დღეს საქმე გადავიდა უკვე არსებითად განხილვის ეტაპზე. დღევანდელი პროცესი 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას თავად გრიგოლ დილუაშვილიც ესწრებოდა. მეტიც ის აქტიურად იყო ჩართული დღევანდელ სასამართლო პროცესსა და მის განხილვაში. დღეს მხარეებმა იმსჯელეს მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ნუსხა სრულად დასაშვებად ცნო, რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, დასაშვებად ცნო მათი მხოლოდ ნაწილი. როგორც იცით, გრიგოლ დილუაშვილის სასამართლო პროცესები ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე არის დახურული. შესაბამისად, როგორც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე მედიასაც არ გვეძლევა საშუალება, რომ დავესწროთ სასამართლო პროცესებს. თუმცა მისი დასრულების შემდგომ ჩვენ ვესაუბრეთ როგორც პროკურორს, ასევე ადვოკატს და ვკითხეთ ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მაგალითად, არიან თუ არა ყოფილიან მოქმედი მაღალჩინოსნები მოწმეებს შორის, რაზეც პროკურორმა გვითხრა, რომ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს ამ თემაზე ვერ გვეტყვის, თუმცა ადვოკატმა დაადასტურა ის, რომ მოწმეთა შორის მათ ნაწილს ვიხილავთ. გარდა ამისა, გრიგოლ დილუაშვილის ადვოკატები ამბობენ იმას, რომ საქმეში ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ გახდება საფუძველი სუსის ყოფილი უფროსისთვის გამომტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა პროკურორი ამასთან დაკავშირებით ამბობს იმას, რომ საქმეში დევს პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გრიგოლ დილუაშვილი უშუალოდ იღებდა ქრთამს სხვადასხვა ეპიზოდზე. თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ეყოლება სასამართლოში და ბუნებრივია ისინი ნუსხაშიც მითითებული არიან ის მოწმეები, რომლებიც თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებენ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს. დაახლოებით 100 პირამდე არის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი, თუმცა არ არიან მხოლოდ მოწმის სახით გამოკითხული პირებისგან არ შედგება ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოდგენილი გვაქვს როგორც ელექტრონული სახის ინფორმაცია, ასევე ამღებული მტკიცებულებები სხვადასხვა ხასიათის ინფორმაცია, გამოთხოვილი იქნება ეს თუ სხვადასხვა ფორმით საპროცესო კანონმდებლობის წესით დამაგრებული, ეს ყველაფერი ურთიერთთან ხვედრაში არის მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციასთან, მათ შორის ვიდეო აუდიო ჩანაწერებზეც არის საუბარი. წინა სასამართლოს ხდომა რომ გაიხსნა, რა თქმა უნდა, მაშინ დააფიქსირა პოზიცია, რომ იგი თავს დამნაშავედ არცნობს. პროცედურულად დღეს ეს ეტაპი არ ყოფილა. და ამიტომ ვინარჩუნებთ იმას, რაც მოგახსენეთ, რომ იგი თავს დამნაშავედ არცნობს. რაც არის ესეც კი არასაკმარისია და მეტი წილი არის ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში არ შეიძლება როდესმე გამომტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძველი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არსებითი განხილვა წარმოაჩენს იმ ნაკლოვანებებს, რაზეც დღეს ბრალდება აპელირებს და ჩვენ შევძლებთ დანაშაულების დამტკიცება ჩვენი დაცვის ყოფის. ხდომის დახურვასთან ერთად ასევე ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე გრიგოლ დილუაშვილს აკრძალული აქვს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. შეგახსენებთ, რომ მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 398 მუხლით, რაც წინასწარი განზრახვით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას. საინტერესოა, ექნება თუ არა რაიმე სათქმელი გრიგოლ დილუაშვილს შემდგომ პროცესზე, მაგალითად საკუთარი ყოფილი თანაგუნდელებისთვის და რა პოზიციას დააფიქსირებს ის. შემდეგი სასამართლოს ხდომა 6 მაისს არის ჩანიშნული.